ზუგდიდის განვითარების ცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფართის დაფინანსებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ განაცხადა. მისი განცხადებით აღნიშნული თხოვნით მან ქალაქის საკრებულოს გასული წლის დეკემბერში მიმართა. გუშინ კი ქალაქის მერიისგან უარი მიიღო. ფართის დაფინანსების საკითხზე სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა. მან საკრებულოს თავმჯდომარესგან მიღებული პასუხი ცენტრის მოსწავლეებს დღეს ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნო. მისი განცხადებით მან ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ 27 იანვრამდე მოხდეს პროექტის განხილვა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება. ცენტრის მოსწავლეების და მოხალისე მასწავლებლების განცხადებით, თუ ამ დრომდე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ისინი გაკვეთილებს ქალაქის ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ჩაატარებენ. ჩვენ კონკრეტულად ვითხოვთ ფართის დაფინანსებას იმ 1000 მსმენელისთვის, რომელიც დადის ზუგდიდის განვითარების ცენტრში და აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიას აქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყოს სამარცხვინო ეს არის სამარცხვინო პოზიცია მათი მხრიდან. მე არ ვიცი ეს ტესტირება გავლილი ხალხი ეთყობა წაკითხული შინაარსს ნორმალურად ვერ იგებს. ჩვენ მათ მივწერეთ ფართის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მათ მოგწერეს, რომ თურმე სახელმწიფო ბალანსზე არ აქვს არანაირი ფართი, ამიტომაც ვერ უზრუნველყოფენ ჩვენი ფართი დაფინანსებას. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ გვითხოვია სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართი და არ გვიგულისხმია, რომ ბატონი გოგოხიას კაბინეტში უნდა ჩავატაროთ, ამ ბატონი ქვარაიას კაბინეტში ეს უფასო გაკვეთილები, ჩვენ ვიგულისხმეთ იმ ფართის დაფინანსება, რომელიც ეხლა აქვს ზუგდიდის განვითარების ცენტრს და რომელიც წელიწადში ჯდება 18000 ლარი. მხოლოდ ფართი, დანარჩენი კომუნალურები, ინტერნეტი, ამ ახალგაზრდების საკანცელარიოები და მოხალისე მასწავლებელი 25 მოხალისე მასწავლებელი, რომელიც 17 სფეროს და 4 ცხო ენას მათ აბსოლუტურად უანგაროდ ასწავლის, არის მოხალისეობრივი, არ ფინანსდება არავისგან და ფინანსდება მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტის ჯიბიდან. პროცედურული დარღვევებით შემოვიდა ჩემთან ეს წერილი. ჩვენ მივმართეთ ზუგდიდის საკრებულოს ხდომაზე და პირადად ქვარაიას ამ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ ამ საკითხის ყველა პროცედურის დაცვა, რაც გულისხმობს იმაში, რომ უნდა შეიქმნას კონკრეტულად კომისია და კომისიამ გადაწყვიტოს უნდა შემდეგ კონკურსის საფუძველზე არის თუ არა ესა თუ ის პროექტი დასაფინანსებელი. და სამხა მოხდა ყველაზე სასწაული რაღაც, ანუ საკრებულომ საერთოდ არ იცოდა გუშინ ამ წერილის შესახებ და ზუგდიდის მერმა მოგწერა, რომ თურმე ფართს არ გვაძლევს. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ზუგდიდის მერისთვის არ მიგვიმართავს ამასთან დაკავშირებით. არის ფართის დაკანონება და ფართის დაფინანსების მოთხოვნა, რადგანაც პოზიცია, რომელიც დააფიქსირა ზუგდიდის მერიამ, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი. ცენტრში სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, რომელიც სრულიად უანგაროდ და უფასოდ იღებენ სწავლა-განათლებას. ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენთაგან მე როგორც ამ ცენტრის ზუგდიდის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე გვაქვს უფლება რომ ვისწავლოთ ამ ცენტრში, არავის არ აქვს იმის უფლება რომ ჩვენ შეგვიზღუდოს სწავლა-განათლების უფლება. ჩვენ მოვითხოვთ დაფინანსებას ამ ფართის და ჩვენ გვინდა სწავლა და ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის. და ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ამ ცენტრის ფართის დაფინანსებას. აღნიშნულ თემაზე ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში კომენტარები გაკეთდა. ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით აღნიშნული ქალაქის საკრებულოს კომპეტენცია, რომელმაც უნდა შექმნას სპეციალური კომისია და აღნიშნულ თხოვნაზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს პოზიციას, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია პრესსამსახურმა გაახმოვანა. ჩვენ თვითონ გამოვსდით ფართის უკმარისობას, თორემ ჩვენი აიპებისთვის არ აქვს ჯერ ფართი. და აქედან გამომდინარე უარი უთხარეთ. მერიის კომპეტენციას სცილდება, რასაც ისინი ითხოვენ. ეს არის საკრებულოს კომპეტენცია, თვითონ არის ქალბატონი ანი წითლიძე საკრებულოს წევრი და ძალიან კარგად მოიხსენება, რომ საკრებულომ უნდა გამოყოს, შექმნას კომისია, კომისიამ უნდა განიხილოს, ვის დააფინანსებს, ან თანადაფინანსება იქნება თუ რა პროექტს დააფინანსებს. ამიტომ არანაირი შეხება ამ დაფინანსებასთან, არ დაფინანსებასთან მერიას და მათ შორის მე არა მაქვს. ამ და სხვა პროექტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს უკვე სამუშაოები და უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს არასამთავრობო სექტორიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წამოსულ ინიციატივებსა და წინადადებებს. მინდა გითხრათ, რომ კომისია დააფინანსებს გარკვეული სოციალური ეფექტის მქონე პროექტებს, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 30000 ლარი და კომისია გეგმავს საუბარი ამაზე, რომ ეს თანხა დაიხარჯოს მაქსიმალურად ეფექტურად და მაქსიმალურად მაღალი იყოს ის ეფექტი, რომელიც იქნება მიღებული ამა თუ იმ პროექტის დაფინანსების შემდეგ.
ცენტრის მოხალისე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პარალელურად სოციალურ ქსელში კამპანიაც წამოიწყეს სლოგანით ჩვენ გვინდა ზუგდიდის განვითარების ცენტრი და გვაცადეთ სწავლა. ცენტრის მოსწავლეებმა მერიის Facebook-ის გვერდზე პოსტები და ვიდეო რგოლები განათავსეს. ისინი მსგავს კამპანიას გადაწყვეტილების მიღებამდე გააგრძელებენ. ზუგდიდის განვითარების ცენტრი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხოლოდ ფართის ქირის დაფინანსებას ითხოვს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ხარჯებს ანი წითლიძის განმარტებით საორგანიზაციო კომიტეტისგან ფინანსდება. ზუგდიდის განვითარების ცენტრი მეორე წელია მოხალისეობრივ პროექტს ახორციელებს, სადაც 1000-მდე მოსწავლეს 25 მოხალისე მასწავლებელი უანგარო დასწავლით 17 სფეროს და 4 უცხო ენას.